მოგესალმებით, მე თათაჩი პილაძე ვარ, ეს არის გადაცემა Art Time-ი. დღევანდელ დროს ქუჩის მხატვრობას დაუთმობთ, როგორც ხედავთ, ჩემს უკან ახალგაზრდები მუშაობენ, რომ ულამაზესი ნამუშევრები შექმნან. პროექტი ნიკო მაღლივი მათ ხელს უწყობს, რომ რაც შეიძლება უფრო მეტი ნამუშევარი გქონდეს ჩვენს ქვეყანაში. ძალიან მნიშვნელოვანია ეს პროცესები, რა თქმა უნდა, ჩვენი კულტურული განვითარებისთვის, ამიტომაც საინტერესო გადაცემა გელოდებათ წინ და დაგვალოდეთ. კედლის მხატვრობა და ეს გამოცდილება და კონკრეტულად ეს პროექტი რამდენად ეხმარება არტისტს, რომ გახდეს პროფესიონალი კედლის მხატვარი. ჩვენ თვლით, რომ ეს არის პირდაპირ პირველი საფეხური, ეს არის შესაძლებლობა, სადაც აბსოლუტურად ყველაფრით ვამარაგებთ ჩვენ არტისტებს. დავიწყეთ ფიქრი, რომ მოდი რა როგორ შეიძლება რომ ეს ნიჭიერი ხალხი რაღაცნაირად დავაფასოთ და მივცეთ საშუალებები და ნუ ყველაზე ნიჭიერი და დაუფასებელი ადამიანის სახელი დავარქვით ფესტივალს ნიკო ფიროსმანის. ეს არის ზუსტად ეს შესაძლებლობა, რასაც ნიკო აძლევს იმ ხალხს, რომ მოვიდნენ, ცადონ თავისთავი და მერე ნახონ რა გამოუვათ. სილამაზის გარდა და იმის გარდა, რომ ქმნის ახალ ვიზუალურ ცენტრებს, სადაც თავშეყრის ადგილები გამოდის საბოლოო ჯამში, პირდაპირ საშუალებას აძლევს არტისტებს, რომ გადაერთონ უკვე კომერციულ მხატვრობაში, რომელსაც მურალური მხატვრობა მოიცავს. ქუჩის ხელოვნება წარმავალია და ეს რაღაცა ისიამოვნე მომენტით არის, ეს საჩავთვალეთ რომ საჩავთვალეთ რომ ეს არის სავარჯიშო მოედანი. ჩვენი გადაცემის სტუმარია სოფია კოლხიდაშვილი, პროექტ ნიკო მაღლივის კურატორი, რომელთანაც ძალიან საინტერესო თემებზე უნდა ვისაუბროთ. ჩვენს უკან ხედავთ ულამაზეს ნამუშევარს, რომელიც ახალგაზრდა არტისტებმა შექმნეს. ძალიან ბევრია სასაუბრო, მოკლედ ჩვენთან დარჩით. მოგესალმებით სოფიო, მადლობა რომ მიღებთ გადაცემაში მონაწილეობას. ძალიან მომწონს ჩვენი ფონი უკვე და ეს უკვე მეტყოლებს იმაზე, რაზე უნდა ვისაუბროთ ჩვენს მაყურებელს, თუმცა უფრო მეტი გჭირდება რომ მივიღოთ ინფორმაცია შენგან. ნიკო მაღლივის პროექტის მოძრაობის შესახებ, რომელიც ალამაზებს ჩვენს ქალაქს და არ მხოლოდ ალამაზებს, კიდევ უფრო მეტად მნიშვნელოვანი არის ეს პროექტი. პირველ რიგში მოგესალმებით მეც, ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისთვის. ჩვენ ვიმყოფებით ნიკო მაღლივის ტერიტორიაზე, კერძოდ მაღლივის ბიბლიოთეკის პირველ სართულზე, სადაც ნიკოს გვაქვს შესაძლებლობა 16 კედელი დაუთმოთ ახალგაზრდა დაინტერესებულ არტისტებს, რომლებსაც სურვილი აქვთ დიდ მასშტაბზე ხატვის დაწყების. ეს პროექტი უკვე მეოთხე წელია, რაც იმართება. ყოველ წელს აქვს კონკურსის პრინციპი. კონკურსი ტარდება ეტაპობრივად, წელს ვაკეთებთ 4 ეტაპად. ამჟამად დაწყებულია მესამე ეტაპის მხატვრობა, მესამე ეტაპის გამარჯვებულების მხატვრობა, ხოლო მეოთხე ეტაპის კონკურსი ჯერ კიდევ გამოცხადებულია და ვინმეს თუ აინტერესებს, შეუძლია აუცილებლად მონაწილეობა მიიღოს. ერთადერთი რაც სავალდებულოა ნებისმიერი ადამიანისთვის, ვისაც უნდა რომ მონაწილეობა მიიღოს, არის დასრულებული სკეჩის გამოგზავნა, რომელიც პირდაპირ უნდა შეესაბამებოდეს იმ ზომებს, რა ზომის კედელიც ჩვენ გვაქვს. თითოეული კედლის ზომა არის 5 მეტრის სიმაღლეში და 11 მეტრის სიგანეში. სასურველია რომ იყოს დამწყები არტისტი, თუმცა ყველას ვისაც დაინტერესებს, საშუალება ეძლევა გამოაგზავნოს თავისი ესკიზი, რომელსაც მერე ნიკოს წარმომადგენლები ვაფასებთ და გამარჯვებულებს ვაძლევთ საშუალებას, რომ ამ ტერიტორიაზე დახატონ. ძალიან კარგი შანსი არის და მაინტერესებს ზოგადად კედლის მხატვრობა და ეს გამოცდილება და კონკრეტულად ეს პროექტი რამდენად ეხმარება არტისტს, რომ გახდეს პროფესიონალი კედლის მხატვარი. ჩვენ თვლით, რომ ეს არის პირდაპირ პირველი საფეხური, ეს არის შესაძლებლობა, სადაც აბსოლუტურად ყველაფრით ვამარაგებთ ჩვენ არტისტებს, იმის მერე რაც სკეჩს დავუმტკიცებთ, ჩვენ თვითონ ვაწვდით მას საღებავს, ამ საშუალებებს ყველანაირი საშუალებით უზრუნველყოფთ. რაც საქართველოში არა აქვთ არტისტებს ამის საშუალება, ჯერ ერთი პირველ რიგში ნებისმიერი კედლის მოხატვა, გარე კედლის მოხატვა ოფიციალურად მოითხოვს ნებართვას, თუ არა და გადავდივართ ვანდალიზმში, მეორეს ერთი ეს ნებართვის შემდეგ უნდა იყოს დამტკიცებული სკეჩი, რასაც ჩვენ ისედაც და ასედაც ვაკეთებთ და მესამეს ერთი ეს მოითხოვს უამრავ მასალას, თუნდაც საღებავს, რომელიც საჭიროა კედელზე დასახატად. აგრეთვე გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ გარე კედელზე სახატავი მასალები და შიდა კედელზე ან ტილოზე სახატავი მასალები ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება. ნიკო მაღლივის ფარგლებში ჩვენ
გამარჯვებულ არტისტებს თავაზობთ საშუალებას, რომ გაიარონ კურსები, რამოდენიმე საათიანი ვორქშოპების სახით. პირველ რიგში როგორ ხდება, თქვათ, პატარა ესკიზის დიდ მასშტაბზე გადატანა. რა არის ესკიზის შესაძლებელი იმისთვის, რომ ის ესკიზი ამ ხელმასშტაბს მოერგოს. როგორ არის დაფერვა საჭირო, ტექნიკური მხარესთან დაკავშირებით პირველი დღე ყოველთვის არტისტებს აქვთ იმისთვის, რომ ჩვენმა ტექნიკურმა სპეციალისტებმა აუხსნან როგორ იფერება, როგორ იდება საღებავი, რა ნიუანსებია გასათვალისწინებელი. ერთი შეხედვით ხატვა ყველა ზედაპირზე ხატვა არის, მაგრამ როდესაც ამ ხელმასშტაბს პირველად ეხები, ბევრი ნიუანსი არის საჭირო, რომელიც უნდა იცოდე, როგორ რეაქციაში შედის საღებავი და ასე შემდეგ. შესაბამისად, თვლით, რომ მსგავსი ვორქშოპების და შემდეგ უკვე პრაქტიკაში განხორციელებული ნამუშევრის საშუალებით ძალიან დიდ პლატფორმას ვაძლევთ დავწყებ არტისტებს, რომლებსაც აინტერესებს ზოგადად დიდ მასშტაბზე და ქალაქში ხატვა. პლუს ამას დამატებული, ვალამაზებთ ამ უძველეს შენობას, კომუნისტების აშენებულს, თუ არ ვცდები, რომელიც სხვა შემთხვევაში იქნებოდა სრულიად ნაცრისფერი. და ჩვენ ყოველ წელს საფხულში შემოვდივართ 3 თვის განმავლობაში და თავიდან ვხატავთ ამ ყველას, რომელიც უნდა ითქვას, რომ ძალიან საინტერესო ტურისტულ ატრაქციონათაც იქცა, სადაც ბევრი ადამიანი მოდის სურათების გადასახებად, პროცესის სანახავად, რომელიც ძალიან საინტერესოა და უბრალოდ დროის გასატარებლად. ეს ყველაფერი არის ძალიან სასიამოვნო და ლამაზის რადგან არის, რა თქმა უნდა, იქცევს ადამიანების ყურადღებას, თუმცა ეს პროექტი ზოგადად კედლის მხატვრობა სილამაზის გარდა კიდევ რა მნიშვნელობას აძლევს ქვეყნის კულტურულ განვითარებას? სილამაზის გარდა და იმის გარდა, რომ ქმნის ახალ ვიზუალურ ცენტრებს, სადაც თავშეყრის ადგილები გამოდის საბოლოო ჯამში, პირდაპირ საშუალებას აძლევს არტისტებს, რომ გადაერთონ უკვე კომერციულ მხატვრობაში, რომელსაც მურალური მხატვრობა მოიცავს. დიდ მასშტაბზე კომერციულ პროექტს ვერ დაახატინებ არტისტს, თუ მას რაღაცა ზომაზე გამოცდილება არ აქვს. ეს არის დამწყები ამ ზომის, იმიტომ რომ როგორც უკვე აღნიშნე 5-11-ზე ჩვენ გვაქვს პროექტი თუნდაც ვარკეთილში, სადაც კედლის სიმაღლე 22 მეტრი და უფრო მაღალია. გამოცდილების გარეშე, ტექნიკური ცოდნის გარეშე და იმ თვისებების თუ ხასიათის ცოდნის გარეშე, რომელიც კედლის ხატვას ახასიათებს, ვერც ერთი დამკვეთი ვერ დაახატინებს თუნდაც გამოცდილ ხატვარს დიდ მასშტაბზე. ანუ ეს სწავლის პროცესი არის, რომელიც აუცილებლად გასავლელია ნებისმიერი არტისტისთვის, ვისაც უნდა რომ ქალაქის ვიზუალური განვითარებას ხელი შეუწყოს. რაც თავის თავში მოიცავს იმას, რომ მე ეს არტისტები, ვინც აქ კურსებს გადიან, კედლებზე ხატავენ და პროექტების დაფინანსებული პროექტების საშუალება აქვთ, აღარ ჩღაპნიან და აღარ აფუჭებენ იმ კულტურულ მემკვიდრეობას, რომელიც ხშირ შემთხვევაში ვანდალიზმს ეწირება ხოლმე. ნამდვილად ასეა და მართლაც ჩვენ მაყურებელიც ხედავს, რომ თუნდაც ერთ-ერთი მათგანი, რომელიც ჩვენს უკან არის, რა კარგად გამოიყურება და რომ არა ეს არტისტები და ეს პროექტი უბრალოდ მართლაც ნაცრისფერი გარემო იქნებოდა, ამიტომ ძალიან დიდი მხარდაჭერა მინდა გამოუცხადო ამ პროექტს, რომელიც ჩვენ ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მადლობა თქვენ კიდევ ერთხელ. ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის. მონაწილეობას და ძალიან ბევრი წარმატება უნდა გისურვოთ. მე გავაგრძელებ კიდევ და ვასვენებ ჩვენს მაყურებელს აი ამ გარემოს. ნახავთ როგორც ხატვის პროცესს, ასევე დასრულებულ ნამუშევრებს, შაშანდელ ნამუშევრებს, რომლებიც ჯერ გადაგვეხატია წელს დასრულებულს და ამჟამად პროცესში მყოფ ნამუშევრებს. ძალიან დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა თქვენ. ახლა შემოგვიერთდა სანდრო კვანტალიანი, რომელიც მოძრაობა ნიკო მაღლევის დამფუძნებელია. მოგესალმებით. გამარჯობა. იღებთ ჩვენს გადაცემაში მონაწილეობას. ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტია და ჩვენს მაყურებელს მინდა გაუზიაროთ ინფორმაცია, როგორ გაჩნდა, როდის გაჩნდა ეს იდეა და რა არის მისი მთავარი მიზანი. გამარჯობა, პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის და რომ იღებთ ამ ყველაფერს და რომ გვეხმარებით ამ ყველაფრის გაშუქებაში. იდეა გაჩნდა იმ წამსვე, როგორც კი გაჩნდა იდეა ზოგადად პირველი ქუჩის ხელოვნების ფესტივალი რო ჩაგვეტარებინა საქართველოში. ეს იყო დაახლოებით 2017 წელს, როცა დავიწყეთ მუშაობა ამ პროექტზე და დავიწყეთ ფიქრი იმაზე, თუ როგორ შეიძლება ვთქვათ, უფრო მეტ ადამიანს დავეხმაროთ, რომ ამ სფეროში რაღაცნაირი წვლილი შეიტანოს და ასევე სფერო ცოტა წინ წავწიოთ. იდეა მდგომარეობდა იმაში, რომ იმ მომენტისთვის აქტიურად 5-6 ადამიანი იყო, რომელიც ქუჩის ხელოვნებით იყო საქართველოში დაკავებული და შესაბამისად შეუძლებელი იყო თქვათ რაღაცა მასშტაბური რაღაცების გაკეთება 5-6 ადამიანთან ერთად. და ავფიქრდით ესეთ რაღაცაზე, რომ როგორ შეიძლება თქვათ ადამიანებს მივცეთ სითამამე და მივცეთ რაღაც ცოდნა, რომ ამ ყველაფერში მიიღონ მერე მონაწილეობა საბედნიეროდ თესეუსთან ახლოს ცხოვრობდა ჩვენი მეგობარი, რომელმაც გვირჩია, რომ ძალიან ბევრი ერთნაირი კედელიაო. შევეხმიანეთ თესეუს ადმინისტრაციას, რომლებიც ძალიან მაგრად აგვიდგნენ გვერდში და
მხარს უჭერენ პირველ რიგში იმას, რომ აბსოლუტურად თავისუფალი თემით მიმდინარეობს ესკიზები და არაფერს არ ბლოკავენ და არ ერევიან ცენზური და პირიქით მხარს გვიჭერენ ამ თავისუფლების წინწაწევაში და ნუ ეს რაღაცა იდეა რომ მოდი ხალხს დავეხმაროთ რაღაცის სწავლაში და მივცეთ საშუალება რომ რაღაცები აკეთონ ცხადად მოვიყვანეთ 2019 წელს საკუთარი საშუალებებით ეს პროექტი იმდენად წარმატებული გამოდგა რომ დღესდღეობით საქართველოში ანუ აი 2017 წლისგან განსხვავებით 28 მოქმედი ქუჩის ხელოვანი გვყავს. აქედან დაახლოებით 12 თუ არ ვცდები გავიცანით ნიკო მაღლივზე და პირველი რაღაც ნაბიჯები გადადგეს ნიკო მაღლივზე და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია და წელს ეს ფორმატი ახალი ფორმატი რაც შევარჩიეთ ბევრად უფრო საინტერესო გახდა და ჩემი აზრით ბევრად უფრო მეტ ადამიანს შეუძლია რომ მონაწილეობა მიიღოს რადგან ეს დავყავით 4 ეტაპად და უფრო მეტი განაცხადი ვიღაცა თქვა ვერასწრებს ვიღაცა შეიძლება გამოცდები კონდეს და შესაბამისად ეს ხალხი ამ ხალხის ყველას რაღაც სურვილები გავითვალისწინეთ და რაღაცნაირი ესეთი ფესტივალი გამოგვივიდა. შაშანაც გვინდოდა ჩატარება, მაგრამ მოგეხსენებათ აქ გადათხრილი იყო ყველაფერი და გადავწყვიტეთ რომ მოდი შაშან თავი შევიკავეთ და წელს რაღაცნაირად ცოტა ახალი განახლებული ფორმატი შევთავაზეთ. ძალიან კარგი და მაინტერესებს ზოგადად თქვენი ინფორმაციით არ გვყავს ალბათ ძალიან ბევრი ქუჩის მხატვარი, ხო? რადგან ეხლა თქვენ 20 ციფრი რომ ჩამოთვალეთ, მაინტერესებს რამდენად არის ეს ასე რომ ვთქვათ პრობლემის საკითხი რამდენად შეიძლება დავარქვათ. პრობლემა ყოველთვის არის იმაში, რომ ვთქვათ, გარეთ გამოსვლა და რაღაცების ხატვა დაკავშირებულია პირველ რიგში გამოცდილებასთან და და ასევე სითამამესთან. ანუ ფინანსები და ყველაფერი გვერდითა პლანზე რო გადავდოთ, ხო? ანუ შენ როცა მხატვარი ხარ და შენთან სტუდიაში ხატავ და რაღაც ნახატს ქმნი, ეს შენთვის ქმნი და იქ რაღაცა ინტიმური სიტუაცია გაქვს საკუთარ თავთან. როცა გამოდიხარ და ხალხის წინ აკეთებ ამ ყველაფერს, ხო, ეს შოუს ნაწილი არის ფაქტიურად და შენ ის სითამამე უნდა გქონდეს, რომ პირველ რიგში აქ ყველაფერი ისე გააკეთო, რომ არ ინერვიულო ეს გამოცდილების ამბავი არის და მეორე რომ მზად იყო რომ შენი რაღაც ნაწილი ხალხს გაუზიარო რა. იყო მიღებისთვის მზად რომ ხო, იმიტომ რომ კომენტარები სულ არის და ზოგი ასეთია, ზოგი ისეთია. კი ბატონ. და ასევე მე კი ვიცი, მაგრამ ჩვენს მოყვარებელს ვთქვი, რატომ ქვია ნიკო მაღლივი ამ პროექტს. ნიკო იმიტომ ქვია ზოგადად ჩვენ ფესტივალს რომ ანუ რომ დავიწყეთ ფესტივალის იდეაზე ფიქრი, დავიწყეთ ფიქრი იმაზე თუ რა გვინდოდა გავგაკეთებინა და ჩვენ რეალურად გვინდოდა ხა ძალიან ბევრი მეგობრები ყავდა რომელიც სხვადასხვა შემოქმედებით ინდუსტრიაში მუშაობდნენ და ქონდათ გამოცდილება ილუსტრაციების ხატვის, რაღაც ფორმატებში ხატვის, მაგრამ არავის არ ქონდა რაღაცნაირი საშუალება რომ კედელზე ეხატა და შესაბამისად დავიწყეთ ფიქრი რომ მოდი რა როგორ შეიძლება რომ ეს ნიჭიერი ხალხი რაღაცნაირად დავაფასოთ და მივცეთ საშუალებები და ნუ ყველაზე ნიჭიერი და დაუფასებელი ადამიანის სახელი დავარქვით ფესტივალს ნიკო ფიროსმანის. ძალიან მომწონს ანუ ეს იდეაც და რაღაცა ენერგიაც მაღლივი, იმიტომ რომ მაღლივის ტერიტორიაზე ხორციელდება ეს ყველაფერი და თან მაღლივის სიტყვა რაღაცა მაღლა ასვლას გულისხმობს და რაღაც წინსვლას, რაღაც ცოტა პროგრესის და რაღაც განვითარების ნიშანი ეს არის რა. ძალიან მომწონს ყველაფერი ამ პროექტში შეიძლება ითქვას და ამიტომ რომ ესეც გითხრათ ეს ნამუშევარი ვისთვის შესრულებულია. ეს შექმნა ანასტასია ლოგვინენკომ ძალიან საინტერესო ადამიანი აღმოვაჩინეთ, რომელიც თურმე 15 წელია საქართველოში ცხოვრობს, გათხოვილია საქართველოში, ისწავლა. კი, უკრაინელია, ისწავლა ქართული ენა, აგერაი, ბევრ წარწერას ნახავთ კედელზე ქართულად და ესე საყვარლად მოვიდა და ძალიან სუფთა და ძალიან უმაღლეს დონეზე შეასრულა ეს ნახატი. ძალიან მომწონს მეც და ჩვენს მაყურებელს რა თქმა უნდა ყველაფერს იმდენად კარგად გადავიღებ რომ ვაგრძნობინო თავი აქ. აუცილებლად. თქვენ თავიანთი თვალითაც უნდა დადგმენ და ნახონ ეს ძალიან ლამაზი ნამუშევრები რომლებიც უმეტესობა როგორც ვიცით დამწყებ არტისტებს აქვს შესრულებული ეს გამოცდილია უცით მაგრამ ძალიან ანასტასიასაც ხო რა ძალიან დიდი გამოცდილება დიდ კედლებზე არ ქონდათ იმიტომ რომ ზოგადად საშუალება რომ დიდ კედელზე ხატვა არ არის რა ეხა დამკვეთი როცა ქირაობს ხატვარს ხო ქირაობს უკვე გამოცდილებით რა და არავის არ უნდა გარისკოს რა და ეს საშუალებას აძლევს ამ ხალხს რომ პორტფოლიო შექმნან თავისთვის რა თქმა უნდა და დარჩება ისტორიას და ისტორიას არა ერთი წელი დარჩება ზუსტად ერთი წელი ყოველ წელს ხელახლა კეთდება ეს პროექტი ყოველ წელს ახალ ადამიანები მოდიან და ახალ რაღაცებს ხატავენ იმიტომ რომ ქუჩის ხელოვნება წარმავალია და ეს რაღაცა ისიამოვნე მომენტით არის ეს ჩავთვალეთ რომ ჩავთვალეთ რომ ეს არის სავარჯიშო მოედანი ანუ აქ მოდიხარ ვარჯიშობ მე ერთი წელი ეს ნავარჯიშები რჩება მე ერთი წელიწადში ვიღაც სხვა მოდის და სხვა ადამიანი ვარჯიშობს და ზუსტად ეს ჩანაცვლება და ამ რაღაც ცვლილება და ყოველჯერ განახლება არის რაღაც ამ პროექტის ძირი რა საინტერესოა ძალიან მაშინ მოკლედ ჩვენს მოყვარებელს აუცილებლად უნდა ვუთხრათ რა თუ მოხვდებიან მაღლივის ტერიტორიაზე აუცილებლად შემოიარონ აუცილებლად ნახონ ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნამუშევრები ძალიან დიდი მადლობა თქვენ გაიზრდით მონაწილეობას და მადლობა იმისთვის რომ აი ამდენ არტისტს აერთიანებთ და ესეთ მნიშვნელოვან ნამუშევრებს
პროექტზე, რომელზეც საუბრობთ, რა თქმა უნდა, ძალიან საინტერესოა ასევე გავისაუბროთ ამ პროექტების მონაწილე არტისტებსაც, ჩემთან ერთად იყოფება მარიამ გოგიაშვილი, რომლის ნახატსაც აი თქვენს ხედავთ კადრში ულამაზესად გამოიყურება და შენი პირველი ნამუშევარია როგორც მადლობა მარიამ რომ იღებ ჩვენს გადაცემაში მონაწილეობას ძალიან მომეწონა შენი ნახატი აი ძალიან ზე რომელიც სითბოსთან და ძალიან კარგი ემოციებთან ასოცირდება მინდა რომ ჩვენს მაყურებელს გაუზიარო რომ შენი გამოსტილებაში და პირველი რადგან არის რა სირთულეს გადააწყდი და მოკლედ ეს ყველაფერი დეტალები მაინტერესებს გამარჯობა პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა ესეთი კარგი სიტყვებისთვის და ყოველთვის რაც შეეხება ნახატს იდეაში ამ მასშტაბის ნახატი არის ჩვენთვის პირველი და პირველ დროს შევხედე კედელს და მივხვდი რომ მარტო ვიყავი ცოტა მე ნერვიულდი, მაგრამ ნუ პროცესში ყველაფერი ძალიან კარგად დაალაგდა. და რაც შეეხება ინსპირაციას, ამ ნახატის არსი არის ის, რომ ვინც არ უნდა იყო, რაც არ უნდა იყო და როგორიც არ უნდა იყო, ყოველთვის მოიძებნება ადგილი, სადაც ბედნიერი იქნები და თუ ვერ მოიძებნება, ყოველთვის შეიძლება წასვასვლელი აი ეს. ბოლო ნაწილი მაგას ეძღვნება, რომ ყოველთვის შეიძლება რაღაცა შენი ადგილი იპოვოს ამ ფაროში. აი დაახლოებით რა დრო დაგჭირდა რომ ეს ნამუშევარი შეგექმნა? ჯერ ალბათ ხატავ ხო ამ ყველაფერს როგორ უნდა გადაიტანო ზომები და ასე შემდეგ. აი ეს რამდენად არის სირთულე ეგეთ რომ იქნა? ძალიან ირონიული იყო ეს, იმიტომ რომ ბოლო დღეს გავიგე საერთოდ კონკურსის ბოლო დღეს გავიგე და 7 წუთი ეკლდა დედლაინს, როცა გავაგზავნე და ავჭირთე და ერთ დღეში დავხატე მე პირადად ეს ყველაფერი თავიდან ბოლომდე. ოღონდ ესკიზი და მე გადატანაში უკვე 8 დღე დამჭირდა ამის გადატანაში. ანუ ამ ნახატს დაჭირდა 8 დღე და რამდენი საათი? ან დღეში დაახლოებით რამდენი საათი გიწევდა? დაახლოებით 9-დან 9-მდე სადღაც. საკმაოდ დიდი შრომაა ჩადებული და მე მგონი ანუ ეს შრომა ჩანს აი ამ კედელზეც რამდენად ესეთია დიდხანს რო გინდა უყურონ და ძალიან ბევრ ემოციას ღებულობ. რამდენად მნიშვნელოვანია შენთვის გქონდეს გამოცდილება ქუჩის მხატვრობის ზოგადად კედლის მხატვრობის და რამდენად აპირებ რომ ზოგადად ეს იყო შენი მიმართულება. პირველ რიგში ნიკოს მუვმენტს ძალიან დიდი მადლობა ამ შესაძლებლობისთვის. და ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის ეს გამოცდილება, იქიდან გამომდინარე, რომ ზოგადად ისედაც ვხატავ, მაგრამ ამ მასშტაბზე ალბათ ესე ვერ დავხატავდი, ვერც გავბედავდი და თან ძალიან რთულია რაღაც მიდგე ერთ კედელზე დახატავ და ეს შესაძლებლობა არის ალბათ იდეალური, ყველა ადამიანმა გამოსადოს თავისთავი, ნახოს მოსწონს არ მოსწონს, მე პირადად ზუსტად ვიცი რომ პირველი არის, მაგრამ ბოლო არ არის. და ნუ არის ხალხი ვისთვის ბოლო არის, იმიტომ რომ არ მოსწონს. ან ეს არის ზუსტად ეს შესაძლებლობა, რასაც ნიკო აძლევს იმ ხალხს რომ მოვიდნენ, ცადონ თავისთავი და მე ნახონ რა გამოუვა. ძალიან მომწონს მე ეს ყველაფერი, ძალიან დიდი მადლობა შენ. მადლობა თქვენ. ჯერ ესეთი ლამაზი ნამუშევარი შექმენი და მადლობა რომ გადაცემაში იყავდი მონაწილეობა და წარმატებები უნდა გესწრებ და იმედია ჩვენს ქალაქში ხშირად შევხვდები შენს ნამუშევრებს. დიდი მადლობა.